ილიასი სად არის? არ მირეკავს, არ მიკავშირდება. უკვე 15 დღე გავიდა. მხოლოდ 5 შეტყობინება გამომიგზავნა. ძალიან უცნაური ტექსტებია. წამლების ინსტრუქციას გავს. თითქოს ილიასის დაწერილი არ არის. ზურფასო, ტელეფონი გაითიშა, რომ საერთაშორისო ზარებზე ბევრი არ დაეხარჯოს. ნუ მაცინებ ჯემ. ილიასზე ვლაპარაკობთ. ის ადამიანი, ვინც ფულს ჰაერში ყრის. ქურუშებზე ნერვიულობს. ახლავე მომიყევით რა ხდება. ბევრი დრო არ მაქვს. ასია. მაკედონიაში შეჯიბრება სამეტაპიანია. რამდენიმე რაიონში ტარდება. ხან სად მიდიან, ხან სად. დიახ, კარგად იცი, რომ სულ დაკავებულია. მექვერი ვარჯიშა, იქ ბიჭი მგელივით ვარჯიშობს. ილიასზე ვლაპარაკობთ. სადაც უნდა წასულიყო შვილს სკაიპით მაინც დაელაპარაკებოდა. სისულელეს ნუ მეუბნებით. რაღაცას მიმალავთ. მაგრამ მაინც გავიგებ. ეჭვი არ შეგეპაროთ. დიდი ხანია შენთან დალაპარაკება მინდა. კარგი რომ შევხვდით. რა გინდა? ილიასი რატომ არ შეაჩერე? რატომ მიეცი ჰელინთან წასვლის უფლება? თან წინასწარ კარგად წააქეზე. მხოლოდ ის არ გითხოვს, რომ წადი და ჰელინი მოკალიო. რა მექნა? ჰელინმა ის უნდა აკეთოს, რაც თავში მოუვა. მე კი შენსავით უნდა გავჩუმებულიყავი. თან არაფერი მომხდარა. ილიასი შეჯიბრებაზე წავიდა. რამე რომ მომხდარიყო? ილიას რამე რომ დამარცხნოდა. შეიძლება ციხეში მოხვედრილიყო. მხოლოდ იმის გამო, რომ ჰელინი შეიძულე. მომისმინე ქალბატონო ადვოკატო. ასეთი ჭკვიანი თუ ხარ? დაფიქრდი, სანამ რამეს გააკეთებ. და ადამიანებს ნუ აკეთებ. გასაგებია? გასაგებია. მაგრამ ჭკუას ვერ მასწავლე. მაშინ როცა ჩემს სიძეს ნებისმიერ წვრილმანზე ურეკავ. თუმცა ცოლი არ ხარ. გული არ მიგდის? მიდი. შენ ხომ ყოველთვის ასე იქცევი, როცა სიმართლეს გაეუბნებიან. ენას ამოგაძრობ. ასია. გამიშვი. ასია ხო. საწოდავი ხარ, მხოლოდ ეს შეგიძლია. თავი მომაბეზრეთ. გირჩევ დამშვიდე. მოდი აქ, შენ გაჩვენებ სეიფს. გამიშვი, მოდი აქ. ფილის, სულ შეიშალე. გამიშვი, ჯემ, გამიშვი. წადი. თავი დამანებე. მომბეზრდა. ისე ვლაპარაკობს. დაჯექი, მოდი. გამიშვი, ვერ გადამირჩება.